მთავრობის სურვილს სურსათის ფასების შემცირებაზე საცალო ქსელის წარმომადგენლებიც მიესალმებიან. ასეთი იყო მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესთან თითქმის 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე მიზე შედეგობრივ კავშირზე ისაუბრეს. საკითხი გრძელვადიანია და მთავრობასთან მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. სოფო ქაშაკაშვილის განმარტებით შეხვედრაზე გამოწვევებზეც ისაუბრეს და აღინიშნა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება უნდა წახალისდეს. ასოციაცია სხვადასხვა მექანიზმზე საუბრობს, მათ შორისაა საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა და საბანკო შეღავათები ბარათით ტერმინალზე გადახდის შემთხვევაში. ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები ქვეყანაში ინფლაციური რისკების მოლოდინს ზრდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ინფლაციის დონემ ქვეყანაში შესაძლოა 680%-ს გადააჭარბოს, რაც ვენესუელას ყველაზე მაღალი ინფლაციური რისკის მქონე ქვეყანათა რეიტინგში პირველ ადგილზე ახვედრებს. ეკონომისტების შეფასებით ვენესუელაში ჰიპერინფლაციის მთავარი მიზეზები ხანგრძლივი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, ნავთობის სექტორის კოლაფსი, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და საერთაშორისო სანქციებია. ვიჟუალ კაპიტალის შედგენილ რეიტინგში ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნების ათეულშია ირანი და თურქეთი. რეიტინგის ბოლოში კი შვეიცარიაა, სადაც ინფლაციის მოლოდინი 0,6%-ია. რაც შეეხება საქართველოს 2026 წლის ინფლაციური მოლოდინების რეიტინგში ქვეყანა 190 სახელმწიფოს შორის 77 ადგილს იკავებს, რაც შედარებით ზომიერ ინფლაციურ პროგნოზზე მიუთითებს. საქართველოდან აზოტოვანის ასუქების ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში აზოტოვანის ასუქები მერვე ადგილზეა წარმოდგენილი $130 მილიონ მეტი ღირებულებით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის თითქმის 4%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აზოტოვანის ასუქების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. ელექტრონული კომერციის ბაზრის ზომა 2018-2024 წლებში გაათმაგდა და 3 მილიარდ ნახევარ ლარს მიაღწია. გალთენთაგარტის შეფასებით ზრდა გაგრძელდა 2025 წელსაც და ბაზრის მოცულობა დაახლოებით 4 მილიარდ 700 მილიონი ლარია. საინვესტიციო ბანკი ელის, რომ ელკომერციის ბაზარი შეინარჩუნებს ორნიშნად ზრდის ტემპს და 2030 წლისთვის 10,7 მილიარდ ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება მომხმარებელთა რაოდენობას, 2018-2025 წლებში მყიდველთა რაოდენობა 600,000-დან მილიონ ადამიანამდე გაზრდილი. ონლაინ გაყიდვების განმახორციელებელი ქართული კომპანიების რაოდენობა კი დაახლოებით 10,000-ია. ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან ვოლტი, გლოვო, ბოლტი, იანდექსი, ბილეთებიჯი და ტიკეტჯი. საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 4 მილიარდ 700 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით მაჩვენებელი რეკორდულია და წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ რუსეთიდან მიიღო, ეს მაჩვენებელი წლიურად 18%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი ისრაელი. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან მიღებულ შემოსავალს, 16%-ით არის გაზრდილი და 660 მილიონ დოლარს შეადგენს. ზარაფხანამ 2026 წელი გაფართოებით დაიწყო. საიუველირო კომპანიამ ახალი სრულიად განსხვავებული კონცეფციის მაღაზია გახსნა, რომელიც შოურუმსა და საგამოფენო სივრცეს აერთიანებს. პროექტში 200,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა ზარაფხანა ქსელის გაფართოებას მიმდინარე წელს ამით არ ასრულებს და 2026 წლის ბოლომდე კიდევ 2 ფილიალს დაამატებს. ერთი მაღაზია დედაქალაქში, მეორე კი რეგიონში გაიხსნება. ორივე პროექტში კომპანია 600,000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. გაყიდვების ქსელის გაფართოების გარდა კომპანია საწარმოს გადაიარაღებას და ნაკეთობების ახალი ხაზების დამატებასაც განიხილავს. საქართველოში პირველი ქართული სასრიალო სამოსი შეიქმნა და უკვე გაყიდვაშია. 4 წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდი Cashberry-ა ახალ ხაზს, Cashberry-ა Outdoors ავითარებს. კოლექცია აერთიანებს შემოსაცმელ და გადასაცმელ ქურთუკებს, დათბილულ ზედებს და ბაფებს, რომლებიც რთულ გარემო პირობებზეა გათვლილი. არის წყალ და ქარგაუმტარი. პროდუქცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა ბრენდის სამომავლო გეგმაშია როგორც ასორტიმენტის გაფართოება, ასევე ექსპორტის საერთაშორისო ბაზრებზე. პირველ ეტაპზე ნიდერლანდებში, ხორვატიასა და შვეიცარიაში.